დღეს ჟან შარდენის ერთ-ერთ ნამუშევარზე უნდა ვისაუბროთ. პირველ შემთხვევაში წარმოდგენილია მისი ავტოპორტრეტი. ეს კი ხელოვანის მიერ 1766 წელს შესრულებული ნამუშევარია ხელოვნების ნივთები. ნატურმორტში წარმოდგენილი საგნები გამოხატავს ხელოვნებას, გრაფიკას, ბერწერას, ქანდაკებას. აქვეა წარმოდგენილი ხელოვნების მფარველი ღმერთის, მერკურის პატარა ქანდაკება. როგორც ხედავთ, ხატვის მაგიდაზე უამრავი ნივთია მიმოფანტული. მნახველის წინაშე წარმოდგენილია პალიტრა ფუნჯებით, საღებავების ყუთი. აქვეა ნახაზები და ხაზვისთვის საჭირო ნივთები. ამ ნამუშევარში უამრავი პატარა დეტალი იქცევს ყურადღებას. მათ შორის არის ჯვარი, მონეტები, ცოდნის სიმბოლო, წიგნები. აქვე შეგახსენებთ, რომ ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი, მე-17 საუკუნის დასაწყისის ჰოლანდიაში გაჩნდა. ამ პერიოდის მხატვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საგნებს ისე გამოსახავდნენ, რომ მნახველისთვის მათი სილამაზე და პოეტურობა ეჩვენებინათ. ზოგიერთ ნატურმორტში შესაძლებელია ფარული აზრიც იყოს გადმოცემული. ამისათვის მხატვრები ისეთ საგნებს გამოხატავენ, რომლებიც კონკრეტული იდეის წარმოჩენაში ეხმარებათ.